Volodymyr Zelenskis შეხვედრა ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპთან დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გააგრძელდა. სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით ეს იყო სრულად დახურული შეხვედრა. ჟურნალისტებისთვის და მხოლოდ Volodymyr Zelenskis განცხადების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რაზე იყო საუბარი უკრაინისა და შეერთებული შტატების პირველ პირებს შორის. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ განხილვის მთავარი თემა პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების ლიცენზია იყო, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი კომპანია Lockheed Martin-თან ერთად უკრაინა იწყებს ამის წარმოებას, რადგან ომის ამ ეტაპზე უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ არა მხოლოდ მზა შეიარაღება მიიღოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან, არამედ თავად გააძლიეროს სამხედრო სამრეწველო კომპლექსების წარმოება და რა თქმა უნდა პატრიოტის თავდაცვითი სისტემები არის ახლა უკრაინის შეიარაღებისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი, რათა რუსულ დრონებს და რაკეტებს გაუწიოს წინააღმდეგობა. ასევე განხილვის თემა იყო მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების როლი, რა როლი უნდა შეასრულოს შეერთებულმა შტატებმა უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულებასთან დაკავშირებით და როგორ უნდა მიიღწეს მშვიდობა საბოლოო ჯამში. როგორც ვიცით, დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლება იყო განხილვის ერთ-ერთი თემა და ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დონალდ ტრამპის წარმომადგენლები აპირებენ უკრაინაში ჩასვლას, რათა ეს პროცესი, რომელიც თვეების განმავლობაში იყო შეჩერებული, განახლდეს. Volodymyr Zelenskis ვიზიტი შეერთებულ შტატებში დაემთხვა იმ ორპარტიულ კანონპროექტს შეერთებული შტატების სენატში, რომელიც უკვე დამტკიცდა. ეს კანონპროექტი სრულად ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და ეს არის გარდაცვლილი სენატორის გრეჰემის მიერ ინიცირებული კანონპროექტი. მას 86-მა სენატორმა დაუჭირა მხარი და Volodymyr Zelenski პირისპირად შეხვდა ამ სენატორებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი Volodymyr Zelenski განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონპროექტი საბოლოო ჯამში გავიდეს და კონგრესმა სრულად ხმათა უმრავლესობით დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც მათ შორის ვლადიმირ პუტინის სანქცირებასაც კი გულისხმობს. And we are thankful that this bill იყო დეტალური განხილვა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს უკრაინის დახმარება. მადლიერები ვართ, რომ ამ კანონპროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს. სანქციები და რუსეთზე ზეწოლა ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე მხოლოდ ფულს არ ეხება. იმას თუ როგორ აფინანსებს რუსეთი ამ ომს, არამედ ეს ასევე მნიშვნელოვანი სიგნალია ევროპისთვის. მნიშვნელოვანი სიგნალია უკრაინისთვის და დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ხალხისთვის. ჩემთვის პატივი იყო ხმების დათვლის პროცესს დავსწრებოდი. კანონპროექტს 86-მა სენატორმა დაუჭირა მხარი. ეს ლინცის გეგმების განხორციელებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და უდავოდ მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტრუმენტმა იმუშაოს. Volodymyr Zelenskisთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპი შეხვდა ნეთანიაჰუსაც, ისრაელის პრემიერ-მინისტრს და შეხვედრა, როგორც ზელენსკის შემთხვევაში, ახლაც იყო დახურული, არ ვიცით რაზე იმსჯელეს ორი ქვეყნის პირველმა პირმა, თუმცა ნეთანიაჰუმ შეხვედრის დასრულების შემდეგ ამ შეხვედრას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა უწოდა და რა თქმა უნდა, შეხვედრის დროს განხილვის მთავარი თემა იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ირანში.